ახლა კი რეპორტაჟი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ყველა ელოდებით საფრანგეთის დედაქალაქის ყველაზე ცნობილ რესტორანს ელისეს მიდრებზე, რომელიც 120 წლის ხდება. რამდენიმე თვის წინ ყვითელ ჟილეტიანების აქციის დროს დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს. ხანძარი ფუკეტში ახალი ამბების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, არა მარტო საფრანგეთში. ფუკეტში შარშან 14 ივლისს ბასტილიის აღების დღეს საზეიმოდ გაიხსნა, მაგრამ ეს არ არის ამ ამბის დასასრული. ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნო და სამაყუა ის, რომ პარიზის ცენტრში ამ ისტორიული რესტორნის შეფმზარეული ქართველია. შეფი ვახტანგი, ოქროს შეფი, ასე უწოდებენ ვახტანგ მელიავას. ცნობილი ქართული ფილმის მთავარი გმირის შთამომავალს ქეთევან ქარდავა მიაკვია. ნახეთ პარიზის პირველი მემაწვნის ფესვები შანზელიზეზე. პარიზის მთავარი გამზირის 99 ნომერი 1899 წლიდან ფუკეტსის უცვლელი მისამართია. დღემდე ყველაზე ცნობილი ფრანგული ბრენდული რესტორანია დედაქალაქის საუკეთესო ადგილზე, განსაკუთრებული ისტორიით, დიზაინით, სტუმრებით და რა თქმა უნდა, ფუკეტსის საფირმო ნიშანი განუმეორებელი ტრადიციული მენიუა. ნამდვილი ფრანგული შიკი. ასე ახასიათებენ ფუკეტს, რომელიც ყოველდღიურად 600-ზე მეტ სტუმარს იღებს. ფუკეტსი ჩვენთვის ყურადღების ცენტრში მისი ქართველი მასპინძლის გამო მოექცა. უკვე 1 წელია, რაც რესტორნის სამზარეულოს ქართველი განაგებს. შეფმზარეული პროფესიული უნიფორმით და მრავალნაოჭიანი ქუდით ემიგრანტების შთამომავალი ვახტანგ მელიავაა. ოქროს შეფად წოდებული მელიავას ოჯახი საფრანგეთს 20-იან წლებში დაუკავშირდა და გიორგი ბაბუის ისტორია ნებისმიერი ემიგრანტისთვის ემოციურია. დღეში რომ 100 კილა გავყიდოთ, მალე ტაქსსაც ვიღებთ. შორში რომ წარმოვიდგენ, როგორ დავაგრიალებ გაკრიალებულ ლიმუზინს პარიზის ქუჩებში, ტანში სულ 8 წელი მივლის. ერთ დღეს შენ ატარე, მეორე დღეს მე ვატარებ. შორში, იცი რა არის პარიზი? ვახტანგ მელიავას ბაბუამ საფრანგეთში თავი მაწვნით გაიტანა. ფრანგებს საიდუმლო რეცეპტით მომზადებული მაწვნის გემო გაასინჯა. შეაყვარა და მოხვდა იმ ქალაქში, სადაც როგორც ქართული ფილმის გმირი ამბობს, მდიდარიც და გაჭირვებულიც თავს ბედნიერად გრძნობს. Comment vous appelez ça? რა ქვია ამას? მაწვანი მისი. Comment vous le faites? როგორ მზადდება ეს თქვენი მაწვანი? სულ უბრალოდ მისი, საჭიროა ბლომად რძე და ერთი ციცქნა ფირმის საიდუმლოება მისი. უცხო ქვეყანაში დასამკვიდრებლად გადასალახი პრობლემები, საქართველოზე მოგონებებში, სამშობლოზე ფიქრში განვლილი ცხოვრება. ესე იგი ბაბუა ჟორჟის ისტორია, ქართველი მსახიობის შესრულებით. ვახტანგს მშობლებმა პირველად 11 წლის ასაკში ანახეს. ფესვების ფინალურ ეპიზოდს წლების შემდეგ ის ჩვენთან ერთად უყურებს. თქვენი ბაბუა? C'est mon grand-père dans le film, mais... კი, ბაბუა ჩემია ფილმში. ნამდვილი ისტორია, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. სამწუხაროდ მე ვერ გავიცანი ბაბუა, მაგრამ ყოველთვის გრძნობ საქართველოს. გრძნობდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის კავშირი საქართველოსთან. როგორც ბევრი ქართველი, ბაბუა ჩემიც იძულებული იყო დაეტოვებინა საქართველო და გამოექცა რეჟიმს 20-იან წლებში. იოგურტის მაწვნის საწარმო შექმნა, ეს ჩემი ბიძაა, ეს ჩვენი ნათესაობა. მე მათ კარგად არ ვიცნობ. მახსოვს მიყვებოდნენ თუ რამდენად რთული იყო ბიძა ჩემისთვის საბჭოთა პერიოდში საქართველომდე ჩასვლა და ანდერძის შესრულება. ემიგრანტი ბაბუა ჟორჟის შთამომავალმა დღეს ფილმის არა ერთი, არამედ უამრავი საიდუმლოება იცის და პარიზის ცენტრში ახლა მისი შვილიშვილი ფრანგებს და არა მარტო მათ, ფრანგული სამზარეულოს შედევრებით უმასპინძლდება. ვახტანგ მელიავა ემიგრაციაში დაიბადა, მისი ისტორიის შესახებ ინტერვიუს დასაწყისში ბოდიში მოგვიხადა. შეფმზარეულმა გვიანბო, რომ ქართული სამზარეულოს სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება.
Je vais parler en français. მამა ქართველია, მე ქართველი ვარ, მაგრამ დღეს მე ვარ ფრანგი. დედა ესპანელი, მყავს ქართული ტრადიციების მიხედვით მამა ხშირად იყო თამადა. ბევრი სტუმრები გვყავდა, დედა გურმანი იყო. გვქონდა ქართული, ფრანგული და ესპანური კერძები. მე ყოველთვის ყურადღებით ვადევნებდი თვალს ამ პროცესს. დედა კერძების რეცეპტებს თავს უყრიდა ერთ როელში და მეც ამ კრებულიდან ვისწავლე ყველაფერი. ყველაზე ხშირად ქართულ კერძებს ამზადებდა. La chapuri, fatsivi, ajab sandali, xinkali. ვახტანგმა პროფესიული განათლება მიიღო. პირველი სამსახური პარიზში სასტუმრო რიცი იყო. სტაჟირებაზე გაუშვეს და მუშაობაც მალე დაიწყო. სანამ ფუკეტსის სამზარეულოს ჩააბარებდნენ, მანამდე საფრანგეთში არაერთი პრესტიჟული რესტორნის მზარეული გახლდათ. ყველა რესტორანში ვსწავლობდი და ვაგროვებდი ცოდნას. ერთხელ ხანდაზმული ფრანგი სტუმარი ვყავდა და მან ჩემი გაცნობა მოითხოვა. როდესაც გავედი მასთან შესახვედრად, მითხრა, რომ ის გემოიგრძნო, რომელმაც ბავშვობა გაახსენა. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო. აქ ქართულ კერძებს ვერ აკეთებს, მაგრამ სახლში ტრადიცია გრძელდება. შვილებსაც დედის კრებულიდან ასწავლის და თან მის გამოცდილებას უზიარებს. შვილებზე საუბრის დაწყებისთანავე გვაჩვენებს ტელეფონში ვიდეოს. თუ როგორ გააკეთა ქალიშვილმა 14 წლის ასაკში, ცოტა ხნის წინ მისი პირველი იმერული ხაჭაპური. იმერული. la chapuri. მაგრამ თქვენ გიყვართ ჩაქაფული. Bagrat. და ლობიო. Lobio. Dedas lobio. დედას ლობიო. Კარგია. ვახტანგ მელიავა და მისი მზარეულების გუნდი გაუმასპინძლდება ფრანგული ოსკარის გალა ვახშამზე ასობით სტუმარს და ვარსკვლავს. ბარიერის ჯგუფი ცეზარის აკადემიის ოფიციალური პარტნიორია და 1975 წლიდან ფუკეტსის საზეიმო ვახშმის უცვლელი ადგილია. კინემატოგრაფიაში ფრანგული ჯილდოს მფლობელების ოქროს წარწერიანი ფილებით მოფენილია რესტორნის შესასვლელი, რომელსაც ყოველ წელს ახალი ვარსკვლავი ემატება. სპეციალურად ფუკეტსისთვის ატელიეში მზადდება ცნობილი სტუმრების ფოტოები, ფრანგული კინოს და მუსიკის შემქმნელების ფოტოებით სავსეა რესტორნის კედლები. მუდმივ სტუმრებს თავისი ადგილი ჰქონდათ და დღეს უკვე სპეციალურ დაფებზეა მათი სახელები დატანილი. ფუკეტსი პარიზელებისთვის ნამდვილი ფრანგული რესტორანია, მაგრამ ჩვენ ფრანგულ ქართულით შეგვიძლია ვუწოდოთ. აქ მხოლოდ შეფმზარეული არ არის საქართველოდან. ბარიერის ჯგუფს ერთ-ერთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციაზე ქართველი ჰყავს. საქართველოდან ემიგრაციაში წასული მარინა კასი 12 წლის წინ რეზერვაციის განყოფილებაში მიიღეს სასტუმროში და დღეს უკვე ფუკეტსის 6 რესტორნის, 5 ვარსკვლავიანი 18 სასტუმროს და საფრანგეთის მასშტაბით 35 კაზინოს კომერციული დირექტორია. ბარიერმა მას აღმოსავლეთ ევროპა, რუსეთი და დსთ-ს ქვეყნები ჩააბარა. როცა მოვედი უკვე მქონდა სასტუმროში ექსპერიენსი, უკვე მქონდა პრაქტიკა, გამოცდილება სასტუმროში. სხვათა შორის მე დავიწყე თბილისში, მუშაობდი ძალიან დიდი რანგის სასტუმროში და როცა მოვედი აქ, მე ვლაპარაკობდი ქართულად, რუსულად, რა თქმა უნდა, ინგლისურად და სჭირდებოდა ამ სასტუმროში ვინმე, ვის ლაპარაკობდა 2-3 ენაზე და შემოვედი ამ სასტუმროში. დიახ, ჩემზე გააკეთეს, იმიტომ ბევრი რა თქმა უნდა ძნელია, იმიტომ ბევრი კონკურენცია. ფუკეტსი 4 თვე სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილი იყო და 14 ივლისს ბასტილიის აღების დღეს გაიხსნა. ყვითელჟილეტიანებმა მარტში ფრანგული ელიტის სიმბოლო დაარბიეს. ცეცხლი წაუკიდეს, შემდეგ ცეცხლწაკიდებული შენობის წინ სურათებს იღებდნენ და სოციალური ქსელებით ავრცელებდნენ. ვანდალური აქტიდან ძალიან მალე ელისეს მინდვრებზე ყვითელჟილეტიანების აქცია აიკრძალა. ნოემბერში ელისეს მინდვრებზე ვარსკვლავთ წვენაა მოსალოდნელი. ჯგუფი ბარიერი ფუკეტსის 120 წლის იუბილის აღსანიშნავად ემზადება და განსაკუთრებული სტუმრებისთვის გრანდიოზულ მიღებას გეგმავს. საზეიმო ვახშამს ოქროს შეფი ვახტანგი მოამზადებს. დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის პარიზში მოსანახულებელი ადგილების სიას დარწმუნებულები ვართ, რომ ფუკეტსიც შეემატება. For Georgia, say something to our ძალიან დიდი მადლობა. საქართველოს გაუმარჯოს. Bien? Comme ça? Ça te va? thank you very much.